ეს სამეგრელოს სოფელი რუხია. სწორედ აქ, კონფლიქტის ხაზიდან 1 კილომეტრში მდებარეობს მრავალფუნქციური სათემო ცენტრი ჩემი მორდუ. შენობის პირველ სართულზე მდებარეობს ხანდაზმულთა 24 საათიანი ზრუნვის ცენტრი. 3 ოთახში 11 ბენეფიციარია განთავსებული. როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობით, შესაბამისად გავუშვით პილოტი გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით და ეს არის შენობა, რომელიც გადმოგვცვა ზუგდიდის მერიამ დროებით სარგებლობაში, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანს მივაწოდოთ შესაბამისი სერვისი. მიგვერს მე ხანდახან მიგვერს ისე მდგომარეობა გვაქვს თქვენ აქან ჩვენ საჭმელები არ გვაგვია ხან ნემსია გასაგზებინი ხან იქით ხან აქეთ ხან იქით რას ამბობ ყველაფერი გზა ყველაფერი ჰაერის შეგუნსა მომიხდა და გუდები გასი იმ ძურზე მოვიდა სპეციალისტები სასწავლო ამ მომენტში ვიმყოფებით ჩვენი ხანდაზმულთა 24 საათიანი ზრუნვის ცენტრის სასადილოში, სამზარეულო სასადილოში, სადაც ბენეფიციარები იღებენ სამჯერად კვებასა და მეოთხე წახემსებას. ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია, რომ ძალიან დიდი წვლილი აქვს გაეროს განვითარების პროგრამას ამ ცენტრის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში სხვა დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, რა თქმა უნდა. ღამის 2 საათზე რო გაგიჭირდეს ამათ თუნდაც გახდებათ იმ თუნდაც ღამის დილა საგამო ქალბატონები აქ ძალიან ყურადღებიან აი ეკლესიის წინ ვართ და ყოველდღიური მივოცებით რომ ამ ქალბატონებს სიკეთეად მოყლებოდეს ოჯახებს იმოდენ და ყურადღებით და იმოდენ და პატივისცემა გვაქვს რა ვიცი როგორ ავწნა და რამდენი მადლობა ვთქვა ჩემი ფუნქცია არის სრუნა ბენეფიციარებზე. როგორც მოძვულით, კი ბატონო, ჩემი ორი ოჯახი არის. როგორც არის ოჯახური გარემოც არის და ვცდილობ რომ ვაგრძნობინო თავი ისე როგორც ოჯახში. ჩვენ გადავამზადეთ კადრები, რომლებიც დღეს მუშაობენ და აწვდიან სერვისებს და მზრუნველობას არაკლებენ ჩვენს ხანდაზმულებს. შესაბამისად, დროთა განმავლობაში პროგრამა გახდა თვითკმარი და დღეს ფინანსურად უზრუნველყოფს ყველაფერს ჯანდაცვის სამინისტროს ვაუჩერები. აღსანიშნავია ისიც, რომ სამეგრელოს რეგიონში ხანდაზმულთა თავშესაფარი არ არსებობდა და ეს არის პირველი და დღემდე ერთადერთი თავშესაფარი, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ 24 საათის განმავლობაში. აგიხარ შვილო, მქონდა იდეალური ცხოვრება, სამსახური, კომუნალური განყოფილება, კრონოსტერი მიმუშავე. მომიგდა ქმარი, მომიგდა შვილი, მოხდი მორდუ. ჩემი მეორე ოჯახი მე ბევრსაცი გაწუხებებ. მე მაგდა სისმო სახში აღარ ამყავ. მე უკავს ჩემი გოგოები, შემოვიდე მაგრამ დედაშვილად მეკცევიან ბებო. შემოიგე. ხანდაზმულთა ზრუნვის ცენტრს შინმოვლის პროგრამაც გააჩნია. შინმოვლაზე კოორდინატორი ვარ. არიან სოცმუშაკი ჩართული, ექიმი, მომულელი და ექთანი. ძირითადად არის მწოლეარები. მწოლეარი ბენეფიციარი, რომელსაც მართლაც რო ეკუთვნიან აი შინმოვლის პროგრამაზე მისვლა და აი დახმარება ელემენტარული რაღაცა პირველადი დახმარება რო გაუწიოთ ამ ბენეფიციარებს.